მოგესალმებით ტრანსფორმაციულ ზონაში მარიკა ხალიანთან ერთად. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ კოუჩინგზე, როგორც ახალ ენაზე ბიზნეს კომუნიკაციაში. და დღეს მყავს სტუმრად კოუჩი, HR პროფესიონალი, კომუნიკაციების სპეციალისტი, მენეჯმენტის მენტორი და კოუჩი, რომელიც არის კოუჩინგ აპის კურსდამთავრებული ენდი ახალკაცი. ენდი უკვე წელიწად ნახევარია კოუჩი გახდა, მას მერე მენტორინგის სისტემაც აითვისა და მოკლედ დღეს უკვე ენდის შეუძლია გაგვიზიაროს თავისი გამოცდილება ბიზნეს კომუნიკაციის ნაწილში და როგორ ხარ ენდი? მოგესალმებით, მარიკა, დამიხარია შენთან სტუმრობა. შენთან საუბარი ყოველთვის არის ხოლმე ძალიან ტრანსფორმაციული და ახალი გაცნობიერებების მომტანი და მოხარული ვარ მოკლედ დღეს რო აქ ვარ. მივესალმები შენს მაყურებელსაც. ძალიან კარგი. შენთვის რა არის კოუჩინგური კომუნიკაციის ენა, როგორც ახალი ენა? რეალურად ბიზნესი იწყება და მთავრდება კომუნიკაციით და არა რაღაცა კონკრეტული სტრატეგიებით, არა მიზნებით, იმიტომ რომ სიტყვას აქვს ძალიან დიდი ძალა. და დღეს როცა ჩვენ ვიმყოფებით ძალიან გლობალური და სწრაფი ცვლილებების ტენდენციაში, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მსოფლიო მასშტაბით, ძალიან დიდი როლი ეკისრება სიცხადეს და კომუნიკაციას. ამ შემთხვევაში ბიზნეს ჭრილში თუ ვისაუბრებთ, თანამშრომლებთან კომუნიკაციას, მათ შორის ინფორმაციის გაცვლას, მათ შორის რა ტიპის არის კომუნიკაცია, ხო? როგორ საუბრობს, რა ენაზე საუბრობს ზოგადად კომპანია, როგორი არის კორპორატიული კულტურა ამ კომპანიაში. როგორ ტარდება თუნდაც როგორი არის მისალმების კულტურა, როგორ ტარდება შეხვედრები თათბირზე, როგორ მიმართავს ლიდერი თანამშრომლებს, რამდენად მოსმენილები არიან ეს ადამიანები და გაზიარებული არის მათი პოზიცია და მათი ხედვა. თუნდაც ბრენდის კუთხით თუ ვისაუბრებთ, თქვათ რა კომპანია როგორც ბრენდი რა საკომუნიკაციო მესიჯებს იყენებს, ხო? ციფრულ სამყაროში, სოციალურ პლატფორმაზე, მათ შორის მეილებით კომუნიკაციაზე და სხვადასხვა ფორმატში, ვერბალური, არავერბალური. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ კომუნიკაცია დღეს არის დისციპლინა, რომელსაც ბიზნესი უნდა იყენებდეს ყველაზე მთავარ სტრატეგიულ ინსტრუმენტად. და სწორედ აქ შემოდის ჩემთვის კოუჩინგის ძალიან დიდი ძალა და კოუჩინგის ენა, როგორც ახალი საკომუნიკაციო ენა. და რას გულისხმობ ახლა ამაში? კოუჩინგი ენა როგორც ახალი საკომუნიკაციო ენა ბიზნესში, ჩემთვის ნიშნავს მეტ მოსმენას, ადამიანების სიღრმისეულ მოსმენას. და ზოგადად ადამიანის გაგების სურვილს. იმიტომ რომ ნებისმიერ ბიზნესი დგას ადამიანზე და თუ ჩვენ არ ვუსმენთ ადამიანებს და არ გვესმის ადამიანების და არ ვიგებთ უბრალოდ მათ საჭიროებებს და სურვილებს, ფიზიკურად შეუძლებელია გრძელვადიან წარმატებაზე ვისაუბროთ და აქედან გამომდინარე, კოუჩინგი არის ზუსტად ეს პლატფორმა, სადაც ნაკლები შეფასება არის, ნაკლები კრიტიკა არის, მეტი მიმღებლობა არის, მეტი სივრცეა კითხვებისთვის, რომ უკეთ შევიცნოთ ადამიანები და მოусმინოთ მათ. როგორც წესი კომუნიკაციაზე როცა საუბრობენ ხოლმე ადამიანები, უფრო მეტად წარმოდგენაში აღიქვამენ იმას, როგორ საუბრობს ადამიანი. და აღმოჩნდა, რომ უფრო კარგი მოსაუბრე და კომუნიკაციის უნარების მქონე ადამიანი არის არა ის, ვინც კარგად საუბრობს, არამედ ის, ვისაც კარგად მოსმენა შეუძლია და მეორე ადამიანი რას საუბრობს, იმის ბოლომდე გაგება შეუძლია. ჩვენს რეალურ სივრცეში ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ხოლმე, რომ ცალმხრივია კომუნიკაცია, იმიტომ რომ ადამიანი ფიქრობს იმაზე, თვითონ რა აქვს სათქმელი და ძირითადი კონცენტრაცია არის იმაზე, როგორ ჩამოაყალიბოს კარგად საუკეთესო თავისი სათქმელი. და აქ მეორე ადამიანი, ვისთანაც კომუნიკაციაში შედის,
გვავიწყდება ხოლმე, როდესაც ჩვენ სათქმელზე ვართ ორიენტირებული და მეორე ადამიანის სათქმელის მოსმენის პროცესშიც ვფიქრობთ იმაზე, როგორ მოვამზადოთ შემდეგი სიტყვა, რაც საპასუხო რეაქცია უნდა იყოს. ამიტომ მოსმენის ნაწილი ხშირად არის ამოვარდნილი ამ ნაწილში და მე გეთანხმები, რომ კომუნიკაციის მთავარი ენა არის მოსმენა და კოუჩინგში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპეტენციაც არის მოსმენის კომპეტენცია და როგორ ფიქრობ, რა განსხვავებაა ტრადიციულ მენეჯერულ კომუნიკაციასა და კოუჩინგური ენით საუბარს შორის? გეთანხმები მარიკა, პირველ რიგში სწორედ იმ მიმართულებაში, რომ ყველაზე კარგი კომუნიკატორი ადამიანები არიან ალბათ ყველაზე კარგი მსმენელი ადამიანები, რომლებიც საპასუხო რაღაცა რეაქციისთვის და პასუხისთვის არ ემზადებიან, არამედ არიან უბრალოდ ადამიანთან და შეუძლიათ ღრმად მოისმინონ და გაიგონ ეს ადამიანი. რაც შეეხება ბიზნესში ამ უნარს, კიდევ უფრო ესეთი კრიტიკულია ხოლმე ეს ამბავი, იმიტომ რომ რეალურად დედლაინები, დროაჩქარებულია, რაღაც შედეგები, რაღაცა კონკურენცია ბიზნეს სამყაროში და თითქოს აი ყველაფერი გვინდა სწრაფად დღეს და აღარავისთვის დრო არ გრჩება, ანუ ადამიანებს ერთმანეთისთვის დრო არ გრჩება და ერთმანეთის მოსმენისთვის გვინდა რაღაცა ხელშესახები შედეგები, რაღაცა გეგმები, რაც დასახულია, მაგრამ გრძელვადიანად ამ გეგმებამდე როგორ მივიდეთ, ისე რომ გრძელვადიანს წარმატებას მივაღწიოთ და თან გქონდეს ისეთი კომპანია, სადაც ადამიანებს უხარიათ მუშაობა და არიან ბედნიერები და არიან გრძელვადიანად ჩვენთან. აი ეს არის ზუსტად ის განსხვავება, რასაც გვაძლევს ტრადიციული ბიზნეს კომუნიკაცია და კოუჩინგური ენით კომუნიკაცია, ხო? ტრადიციული ძირითადად არის ხოლმე ავტომატური, დირექტიული, როცა აი ზემოდან ქვემოთ თითქოს დავალებების სახით, რაღაცა ბრძანებების სახით, კონკრეტული დაკვეთების სახით მიდის კომუნიკაცია თანამშრომლებთან, უბრალოდ ინფორმაციის გადაცემას გავს თითქოს მეორე მხარის ინტერესი, არც არავის არ აინტერესებს და ანუ რა სიტუაციაში იმყოფება ეს ადამიანი, უბრალოდ რაღაცა შედეგი გვინდა და უნდა დაიდოს, როდის, რატომ, რამდენი, რაღაცა აი ესეთი მარტივი რაღაცა კითხვების და შაბლონის დონეზე. რაც შეეხება კოუჩინგურ კომუნიკაციას, თქვა ტრადიციულში, მაგალითის რო ვთქვათ, მაყურებლისთვის უფრო გასაგები რო იყოს, თუ მენეჯერი დასვამ და ესეთ კითხვას, ანუ უბრალოდ მოითხოვდა, რომ უნდა გაკეთდეს რაღაც ეს კონკრეტული საქმე ამ ვადაში, კოუჩი ლიდერი იკითხავდა ალბათ სავარაუდოდ რაღაცა ესეც, რას ფიქრობენ ამაზე მისი თანამშრომლები, ან რამდენად გვაქვს ამის რესურსი, ან რა კუთხით ჭირდება მათი დახმარება, ან რამე დაბრკოლებას ხო არ ხედავენ, ხო? რამე ისეთ ღია სიღრმისეულ კითხვას, რაც ფიქრს აიძულებდა და დააწყებინებდა მეორე მხარეს და უფრო მეტ პასუხისგებლობასაც ააღებინებდა რეალურად აქედან გამომდინარე თავის თავზე. მე ვფიქრობ, რომ კოუჩინგური ლიდერობა ეს არის სწორედ მომავლის ლიდერობა და მომავლის მენეჯერული მართვის სტილი, არ ვიცი როგორც გვინდა დავარქვათ. მარტივადაც რო გაიგონ ადამიანებმა ელემენტალური დავალების მიცემის დროს. ხო, მენეჯერი აძლევს დავალებას, რომელიც არის დირექტიული, აძლევს მითითებას, რა უნდა გაკეთდეს და თავისუფლდება ამ ადამიანისგან. კოუჩინგური კომუნიკაციის დროს დავალების მიცემის პროცესში მენეჯერი ამბობს რეალურად რა შედეგი უნდა რომ მიიღოს და შემსრულებელს ეკითხება ის როგორ ფიქრობს, როგორ შეიძლება ამისი მიღწევა და ერთად კომუნიკაციის პროცესში ერთად სახავენ გზას, როგორ შეიძლება ამ შედეგამდე მივიდეს ადამიანი და ამ პროცესში იმის გადამოწმებაც ხდება, თუ რამდენად სწორად გაიგო დავალება. ხო, შემსრულებელმა, იმიტომ რომ ეს დავალება უნდა შეასრულოს მან და სიცხადე უნდა კონდეს, რამდენად ზუსტად ის დავალება აქვს მიცემული, რაც ჭირდება მენეჯერს. ამიტომ ეს მარტივი დავალების მიცემის დროსაც სიცხადის შეტანა
და მიზანზე ორიენტაცია ერთად აღმოჩენა იმისი თუ რა დაბრკოლებები შეიძლება იყოს და მარტივად როგორ შეიძლება გაკეთდეს ესა თუ ის დავალება. და როდესაც არის მენეჯერული კომუნიკაცია, ამ დროს coaching-ური სტილით მენეჯერული კომუნიკაცია, ამ დროს როგორია გუნდის დინამიკა, როგორ იცვლება გუნდის დინამიკა, როცა მენეჯერი ცვლის თავის საკომუნიკაციო ენას. ძალიან საინტერესოა ხოლმე ეს ეფექტი და პირველად ჯერზეც ძალიან შესამჩნევი. მე არაერთხელ მქონია გამოცდილება ჩვენთან კომპანიაში ხშირად ტარდება coaching-ის მიმართულებით მენეჯერების გადამზადება და coaching-ური უნარებით მათი აღჭურვა, როგორც შუარგოლის, ასევე მაღალი მენეჯერების და ამ პროცესში ხშირად ვარ ჩართული ამ კუთხითაც და დაკვირვების შედეგად აღმომიჩენია, რომ რამდენიმე ტრენინგზე თუნდაც ან შეხვედრაზე ადამიანები, რომლებიც არიან აბსოლუტურად პასიურ რეჟიმში, არიან მსმენელები, ჯგუფის ინტერაქციაში ნაკლებად ერთვებიან, როგორც კი ლიდერი ან coach-ი სვავს coaching-ური კუთხით კითხვას ამჩნევს ამ ადამიანს პირველ რიგში შეუბნება რომ მისი აზრი ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ახლა ამ საკითხთან დაკავშირებით და თვითონ რას ფიქრობს ამ საკითხზე ან როგორ გადაჭრიდა ამ ამოცანას თუნდაც რაღაცნაირად ენთებიან ხოლმე ეს ადამიანები, ხდებიან აქტიურები, ფიქრის რეჟიმიდან ასიტყვებენ უკვე ამ თავის პოზიციებს და ხშირად აღმოგვიჩენია, რომ ეს ადამიანები სინამდვილეში ჯგუფის წამყვანი რგოლი, კი არა და წამყვანი ადამიანები შეიძლება არიან სინამდვილეში, რომლებთაც მართლა აქვთ ისეთი იდეები, რომელიც აგვარებს კონკრეტულ გამოწვევებს და ძალიან საინტერესო იდეებს აჟღერებენ ხოლმე და მერე კიდევ უფრო აქტიურდებიან და თამამდებიან. ანუ ამ ადამიანებს ჰქონდათ რაღაცა სივრცე, მიეცათ სივრცე, სადაც პირველად მოусმინეს, ან დაინტერესდნენ თუნდაც ამ ადამიანების და ეს არის ალბათ coaching-ის ყველაზე მაგარი ძალა. და ამის შედეგად როგორ იზრდება ხო და დინამიკაზე რო ვთქვათ პირველ რიგში ადამიანები და გუნდი გრძნობს თავს მოსმენილად და აღიარებულად იმ დობით იმშვალებიან იმ უსაფრთხო გარემოში რასაც უქმნის ეს coaching-ური კითხვები სადაც ნაკლები კრიტიკაა და მეტი ინტერესი ადამიანების მიმართ გულწრფელი დაინტერესება ადამიანებს სადაც აქვთ სივრცე რომ იგრძნონ თავი უსაფრთხოდ შევიდნენ ნდობაში ადამიანებთან ამავდროულად ის რასაც coaching-ი აკეთებს პარტნიორულ ურთიერთობა შესთავაზონ ერთმანეთს და პარტნიორულად იდეების გაზიარება და მხარდაჭერა ძალიან ეფექტურია ხოლმე საბოლოო ჯამში იმ ბიზნეს ამოცანების გადასაჭრელად რაც დგას კონკრეტულ მომენტში რადგან ადამიანები გადადიან ფიქრის რეჟიმში მათი ტვინი აქტიურდება, მათ აქვთ უსაფრთხოების შეგრძნება და აჟღერებენ თავის იდეებს, ძალიან საინტერესო იდეებს, რომლიდანაც კომპანიამ ბევრი ბენეფიტი შეიძლება ნახოს საბოლოო ჯამში და უბრალოდ გუნდი არის ხოლმე ძალიან ჯანსაღი და მხარდაჭერი და შემდგომ უფრო მასშტაბურად თუ გადავალთ, ეს თუ რამდენიმე გუნდ შეიძლება ეხებოდეს კორპორატიული კულტურა საბოლოო ჯამში ძალიან ჯანსაღდება ამ კომუნიკაციით და საერთოდ სხვა დინამიკაზე გადადიან, ანუ საერთოდ სხვა პრიზმიდან ჭრიან ესეთი გუნდების საკითხებს. და ამ დროს როგორ იცვლება თანამშრომელთა мотиваცია და პასუხისმგებლობის ხარისხი? თანამშრომელთა პასუხისმგებლობის ხარისხი და მათ შორის мотиваციაც ცალსახად იზრდება coaching-ური მიდგომის დროს, იმიტომ რომ ეს ადამიანები პროცესის თანამონაწილედ აღიქვამენ უკვე თავს. ანუ ესენი არიან არა შემსრულებლები უბრალოდ რომ უნდა რაღაცა შეასრულონ, არამედ მათაც კითხეს, მათითაც დაინტერესდნენ, მათი იდეაც სადღაც გათვალისწინებული თუ არა და მოსმენილი და არგუმენტირებული იქნა, რის შედეგადაც ადამიანები არიან უკვე ჩართული, პროცესის ნაწილი, პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ მაღალი, ღია კომუნიკაციაში არიან ჩართულები და გულწრფელი გაზიარების პროცესში, იმიტომ
რომ უკვე აღარ ეშინიათ იმისი რომ თუნდაც შეცდომის დაშვება ან რაღაცა არა შესაბამისი იდეის გაჟღერება იქნება გამოწვევა ამ პრობლემა ამ გუნდისთვის და არ იქნებიან მიღებული ამის გამო, ანუ მიმღებლობა როგორც საკუთარი თავის მიმართ, ისე სხვების მიმართ ძალიან გაზრდილი აქვთ და შესაბამისად თანამშრომელთა мотиваცია და ენერგია, სასიცოცხლო ენერგია მათ შორის, რაც გვჭირდება ხოლმე ადამიანებს, რომ თავი ვიგრძნოთ რაღაცნაირად ბედნიერად და რეალიზებულად, ამაღლებულია ასეთი კომუნიკაციის დროს. და კომპანიებში მენეჯერები ხვდებიან, რომ პირველ რიგში თავისი თანამშრომლების ბედნიერებაზე უნდა იზრუნონ, სხვა შემთხვევაში მომხმარებელი ვერ იქნება მათი მომსახურეობით კმაყოფილი და ბედნიერი და გარდა მომსახურეობისა, როცა ატმოსფერო ორგანიზაციაში არის ბედნიერების და ყველა ერთობით მოცულია და როცა გუნდის ერთობის შეგრძნება არის, ეს რაღაცა მუხტი გარეთაც გაიცემა და ასეთი ორგანიზაციების მიერ მიღებული პროდუქტით უფრო მეტ სიამოვნებას იღებს მომხმარებელი, ვიდრე ისეთი პროდუქტებით, სადაც არის კონფლიქტები, ერთმანეთის ჭამა და რაღაც ბევრი გაურკვევლობები. მე ისეთიც მინახავს, როდესაც გაბრაზებული თანამშრომელი პირდაპირ მიუთითებს, რომ კონკურენტთან წადით ჩვენი პროდუქტი არ იყიდოთ და უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თანამშრომელი იყოს კმაყოფილი იმ ატმოსფეროთი, რომელშიც თავად მუშაობს. და ეს ცვლის ნამდვილად мотиваციის მუხტსაც და შესაბამისად ის, რომ სიცხადე აქვთ ცვლის პასუხისმგებლობის აღების ხარისხსაც, იმიტომ რომ ზუსტად როცა იცის დავალება ადამიანმა და ისიც იცის როგორ გააკეთოს, პასუხისმგებლობასაც მარტივად იღებს ამ დავალებაზე. ენდი, იცი რა მაინტერესებს, რამდენად, როდესაც ორგანიზაციაში იწყება ახალი მეთოდის დანერგვა და დაუშვათ გადაწყვიტა ორგანიზაციამ კოუჩინგური მეთოდის დანერგვა და მთლიანად ცვლის მენეჯერულ მიდგომას. რამდენად სწრაფად იღებენ შედეგებს ამ შემთხვევაში და როგორ იცვლება ეს შედეგები? აქ ერთმნიშვნელოვანი პასუხი შესაძლებელია არ იყოს, იმიტომ რომ ძირითადად შედეგები დამოკიდებული არის იმაზე, კომპანიას რამდენად სისტემურად და გულწრფელად უნდა კოუჩინგური მიდგომა შეიტანოს თავის სივრცეში. ეს არის უბრალოდ რაღაცა გაუაზრებელი პოპულისტური ნაბიჯი, რომ რაღაცა 1-2 რაღაცა ტრენინგი ჩავატაროთ და ამით გვინდა რომ მთელი კულტურა შევცვალოთ, თუ რეალურად ყველა მენეჯერი, ლიდერი, რგოლი, შუარგოლი ერთვება ამ პროცესში, ამას აქვს სისტემური სახე და გულწრფელად ჯერათ იმის, რომ კოუჩინგი მოუტანთ მათ იმ ცვლილებებს, რაც რეალურად მოაქვს ხოლმე კოუჩინგს, ხო? შესაბამისად, მიუხედავად იმისა, კომპანია იდეაში რა პრინციპით იღებს კოუჩინგ მომსახურებას, ან ამ კოუჩინგური საკომუნიკაციო ენის სტილზე გადასვლას, ყველა შემთხვევაში რაღაც შედეგი ექნება, მაგრამ ჩვენ თუ საუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ გვინდა ფუნდამენტური, მართლაც სიღრმისეული შედეგები, რომელიც გრძელვადიანია და არ კარგავს არც აქტუალურობას და არც შედეგიანობას, ხო, ამ შემთხვევაში უფრო სისტემური მიდგომა იქნებოდა ალბათ კარგი. თუმცა პირველადი შედეგები ჩანს ხოლმე თვალხილულად მაშინვე. ლიდერები ხშირად აზიარებენ, რომ თანამშრომლები უფრო გახსნილები არიან, უფრო მეტს ბედავენ, მეტ იდეას აზიარებენ, მეტ ინიციატივას, რაღაცნაირად უფრო ერთმანეთს ხარს უჭერენ. აღარ არის არაჯანსაღი კონკურენციის მომენტები ერთმანეთთან და უფრო მხარდაჭერის სივრცე არის შექმნილი. და პარტნიორობის და რაღაცნაირად ერთად ეძებენ გამოსავალს, მათ შორის კონფლიქტების, ცვლილებების, კრიზისების დროს კიდევ უფრო მეტად უჭერენ ერთმანეთს მხარს და აი ესეთი ცვლილებები თავიდანვე იდეაში შესამჩნევი არის. უბრალოდ აი ძალიან ზედარგოილიდან რომ ქვემომდე, ქვედა ყველაზე დაბალ, ვთქვათ,
რგოლამდე თანამშრომლების ჩავიდეთ ფუნდამენტურად, ამას ეს მაინც საჭიროებს სისტემურ მიდგომას და კარგად გააზრებას რეალურად მართლა რამხელა ბენეფიტი შეუძლია კოუჩინგს მოუტანოს კოუჩინგმა მოუტანოს კომპანიას. წეგან შეხე ძალიან საინტერესო საკითხს და მინდა რომ ამასაც შევეხოთ. რამდენად გულწრფელად და ნამდვილად უნდა კომპანიას ამისი გაკეთება და რამდენად ეს ავთენტურია ეს ყველაფერი და რა უნარები ჭირდება ლიდერს იმისათვის რომ კოუჩინგური კომუნიკაცია იყოს ავთენტური და ეს ყველაფერი არ დაემსგავსოს რაღაცა ხელოვნურ კოუჩინგობანას თამაშს, იმიტომ რომ ესეთი რაღაცაც ხშირად გაგვიგია რომ დღეს უამრავი ინფორმაცია შეუძლია ადამიანს ამოიღოს ძალიან ბევრი კოუჩინგური ტექნიკა ინტერნეტ სივრციდან და იგივე კითხვების კასკადით მიყვეს და დასვას კითხვები ჩაატაროს რაღაც ექსპერიმენტები ესეც რაღაც დონეზე იმუშავებს სავარაუდოდ მაგრამ ეს ყველაფერი თუ არ აქვს ლიდერს კოუჩინგური კომპეტენციები ცოტა კოუჩინგობანას თამაშს დაემსგავსება და როგორ ავიცილოთ ესეც თავიდან და რამდენად მნიშვნელოვანია და რა უნარები უნდა კონდეს ლიდერს იმისათვის რომ იყოს კოუჩინგური კომუნიკაცია ავთენტური. იცი მარიკა როგორი პროცესი არის ჩემთვის ეგ ყველაფერი ჩემთვის მაინც საბოლოო ჯამში გადის პიროვნულ განვითარებასთან და საკუთარი თავის შეცნობასთან. პირველ რიგში ეს ნაბიჯები და კოუჩინგური კომუნიკაცია სხვებთან იწყება ალბათ კოუჩინგური კომუნიკაციით საკუთარ თავთან. აი კოუჩინგთან შემხებლობა ვისაც ქონია ალბათ და გაუვლია ან მიუღია ცოდნა ხო ამის შესახებ ალბათ მეტნაკლებად ყოველას ექნება განცდა რომ არასდროს და ვეღარასდროს ვეღარ დაბრუნდები უკან ანუ იქ სადაც იყავი იმ შეგრძნებებით იმ გაგებით იმ მოსმენის კულტურით სადაც იყავი იმიტომ რომ რაღაცა ახალი ირთვება შენში ახალი პროცესი ირთვება შენში აქედან გამომდინარე პირველ რიგში პირად თვითცნობიერების ამაღლებაზე და თვითშეგნების ამაღლებაზე დგას და პირველი უნარი რაც უნდა კონდეს ადამიანს ლიდერს ამ შემთხვევაში რომ მუდმივად განვითარდეს იმუშაოს საკუთარ თავზე ემოციური ინტელექტზე ცნობდეს საკუთარ ძლიერ მხარებს, სუსტ მხარებს, შიშებს, რაღაცა დაბრკოლებებს, კომპლექსებს, კარგად ცნობდეს საკუთარ თავში რა ხდება და რა გამოაქვს მერე გარეთ. აი ეს იქნებოდა ალბათ პირველი უნარი და პირველი გასაკეთებელი რაც უნდა დაფიქრდეს ლიდერი და შემდეგ ავტომატურად მოსმენის უნარი, ღრმა მოსმენის унარი, სწორი კითხვების დასმის უნარი, კოუჩინგური კომპეტენციები, ხო, კოუჩინგური კომპეტენციები დიახ, რაც უნდა კონდეს, რა უნარებიც აუცილებლად უნდა კონდეს და შეიძინოს თუ არ აქვს სწავლის და სწავლების პროცესში. და უბრალოდ შეიძლება ყოფნის უნარი, ანუ გაჩუმების უნარი ხანდახან და უბრალოდ მოსმენის უნარი პასუხისთვის, არამედ გაგებისთვის, რომ დავინახოთ მეორე ადამიანის პერსპექტივა, ის რატო ფიქრობს ასე და საიდან და სად არის ახლა საერთოდ და ჩვენ როგორ უკავშირდებით ამ ადამიანს. მიმღებლობა ერთ-ერთი კიდე ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რეალურად გქონდეს მიმღებლობა როგორც საკუთარი ნაკლოვანებების და ღირსებების და ვიცოდეთ საკუთარი ძლიერი მხარეები და სისუსტეები, ასევე სხვა ადამიანშიც ადვილად ვიღებდეთ ამ მოცემულობას და ეს იყოს განვითარების და ზრდის ზონა და არა სირცხვილი ან არა დასჯადი. როგორ ფიქრობ, რა არის ის მთავარი ბარიერი, რის გამოც ადამიანებს უჭირთ გაუშვან ტრადიციული მენეჯერული კომუნიკაციის უნარები და ვერ უშვებენ ამას, ვერ ემშვიდობებიან და ვერ იღებენ ახალ სტილს თავის ცხოვრებაში, მენეჯერულ ცხოვრებაში. ამის მიზეზი შეიძლება არ იყოს ერთი, შეიძლება იყოს რაღაცნაირად კომბინირებული.
ერთი რომ ადამიანი შესაძლებელია რაღაც მომენტში კმაყოფილი იყოს იმ მოცემულობით, რაშიც არის, ეს უკვე მისთვის აპრობირებული მეთოდი იყოს, რაც ნაცადია, როგორი მენეჯერული სტილითაც უცხოვრია, ან ნახა, ან როგორი მენეჯერიც ყავდა და უბრალოდ ესე მაგალითების სახით აღებული აქვს და განვითარებისკენ აღარ ისწრაფებს თვითქოს რაღაც კომფორტის ზონაშია, რაც იცის, თქვათ A-დან B წერტილამდე როგორ მივიდეს და იმის იქით უჭირს, რომ ფრთები გაშალოს. მეორე არის ეს კულტურალური რაღაც სოციალური ფაქტორები, შესაძლებელია უფრო ღრმად იმალებოდეს კიდე ხო ეს ფსიქოლოგიური ფაქტორები, საკუთარი შიშები, დაუძლეველი ტრამვები, შეიძლება კომპლექსები, რაც დაუმუშავებელი არის ადამიანში და ამას ვერ ძლევს და შესაბამისად აი რაღაცნაირად უჭირს გადალახვა ან შიშის დაძლევა, რომ რაღაცა ახალი მოსინჯოს. ძირითადად მენეჯერები, რომლებიც ეხებიან coaching-ს და ცდილობენ coaching-ური უნარების გამომუშავებას, პირველ რიგში ახორციელებენ საკუთარი თავის განვითარებას, თვითგანვითარებას და შემდეგ უკვე ამისი დანერგვა და განხორციელება ბიზნეს სამყაროში, თუნდაც გუნდებთან ურთიერთობის დროსაც ბევრად მარტივია და ერთი მნიშვნელოვანი ბარიერი რაც არის ხოლმე ალბათ, აი კონტროლის დაკარგვა, რაღაცა სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვა. თითქოს ეშინიათ, რომ აი ის დედლაინები, ის დროის მენეჯმენტი, რაღაც ტექუნარები, რაც მოკლედ ბიზნეს სამყაროსთვის ძალიან ცნობილია და რაღაცა პროექტი აქედან ამოადაში უნდა გაკეთდეს და თითქოს coaching-ისთვის დრო არ გვაქვს ამ დროს და ადამიანის მოსმენისთვის დრო არ გვაქვს და ხისტად ვითხოვთ რაღაცა კონკრეტულ შედეგებს და აი ეს შიში რომ აი არ გაექცეთ კონტროლი გუნდზე, ან რაღაცა ზედმეტად რბილები არ გამოჩნდნენ, ან ზედმეტად რაღაცა დრო არ დაკარგონ, აი ეს შიშებიც ალბათ შემოდის, რატომაც აგრძელებენ ხოლმე ძველი ტრადიციული მეთოდით, უკვე ნაცადი აპრობირებული მეთოდით. ლიდერობას. რას ეტყოდი ისეთ მენეჯერს, რომელიც ახლა გისმენს და შეიძლება ფიქრობს, რომ აი ხა მე coaching-ისთვის არ მცალია, მაცადეთ სწრაფი შედეგების მიღება მინდა. სწრაფი შედეგების მიღება თუ უნდა, მაშინ ცადოს coaching-ი, იმიტომ რომ coaching-ი არ ემიჯნება სწრაფ შედეგებს პირიქით, ზუსტად შედეგიანობაზე და თანაც გრძელვადიან და მართლაც სტაბილურ შედეგიანობაზე არის მიმართული coaching-ი. მართალია, ერთი ცალსახად არის, რომ coaching-ი მოითხოვს როგორც პიროვნულ განვითარებას, ასევე დროის დათმობას და ადამიანებისთვის რაღაცა დროის რესურსის ნაწილის გამოყოფას, მაგრამ თუ ამითი დღეს არ ყავდებიან მენეჯერები, მაშინ შეუძლია დრო ხარჯონ იმაში, რომ ეყოლებათ დემოტივაციური გუნდი, ეყოლებათ ძალისხმევაზე, ბრძანებებზე და რაღაცა ხის კომუნიკაციაზე დაფუძნებული შედეგები ექნებათ ხელში. ეყოლებათ გუნდი, სადაც არავინ არ არის ბედნიერი და ადამიანები ერთს ფიქრობენ, მეორეს გრძნობენ და მესამეს აჟღერებენ და რეალობა ანუ არ შეესაბამება მათ პოზიციას, რომ გუნდში ყველაფერი ოკეი არის და ყველაფერი კარგად არის და უბრალოდ აი ასეთ ფარსში შეუძლია გააგრძელოს თქვათ მოღვაწეობა და უბრალოდ დრო ხარჯოს ამაში. როცა შეუძლია თქვათ დრო დახარჯოს იმაში სწორედ რომ coaching-ური კომუნიკაცია ჯერ თვითონ კარგად შეისწავლოს და გააციცნობიეროს და მერე ამ ჯანსაღი კომუნიკაციის გზით ეკონტაქტოს ადამიანებს. ანუ შენ ამბობ, რომ ხშირ შემთხვევაში არის იმისი საფრთხე და რისკი, რომ ასეთი ტიპის მენეჯერები რაღაცნაირ ილუზიაში ცხოვრობდნენ, რომ გონიათ, რომ შედეგი სწრაფად დადგება იმ მეთოდით, რომელი მეთოდიც აპრობირებული აქვს, იმიტომ რომ უშტი დააბრახუნა, იჩხუბა და მას გამოცდილებაში რამდენიმეჯერ გაუმართლა და შეფუცხუნდნენ თანამშრომლები, რომ იჩხუბა და რაღაცნაირი შედეგი დაიდო. მაგრამ მთლიანობაში მუხტი როგორია ორგანიზაციაში და რამდენად კმაყოფილია თანამშრომელი და ვიცით რომ უკმაყოფილო თანამშრომელი შესაბამის შედეგებს დებს ყველაფერში შესაბამისად
გეთანხმები იმაში, რომ ილუზიაში ცხოვრობენ ადამიანები, რომ იღებენ სწრაფ შედეგებს და მათ შორის კარგ შედეგებსაც. და როდესაც კოუჩინგური კომუნიკაცია არის, როგორია ამ დროს როგორ გავლენას ახდენს ეს კორპორატიულ კულტურაზე. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, სადაც არის კონფლიქტები, სადაც არის კრიზისი ან ცვლილებების მიჯნაზე არის ორგანიზაცია. თუ ოდესმე კოუჩინგი სადმე არის ეფექტური, განსაკუთრებით ბიზნეს გარემოში, ეს არის ზუსტად პერიოდი, როცა ორგანიზაციას უდგება და მეტნაკლებად ყველა ორგანიზაციას აქვს ეს პერიოდი, როცა არის ცვლილებების პერიოდი, კრიზისი, კონფლიქტი. აი ამ პერიოდში განსაკუთრებით მძაფრად ჩანს კოუჩინგის ძალა და იგრძნობა. რო ჩავშალოთ, რას გულისხმობ, კონფლიქტების დროს ადამიანები არ არიან ერთმანეთის დაბრალების და ერთმანეთისკენ თითის გაშვერის საკითხში ჩართული, არამედ მობილიზებულები არიან იმაზე, როგორ ნახონ ერთად გამოსავალი ამ სიტუაციიდან და ძალიან ჯანსაღად იცვლება ხოლმე ვითარება ამ კუთხით. კოუჩინგური მიდგომისას, ხო? კი, კოუჩინგური მიდგომისას, ზუსტად, იმიტომ რომ კოუჩინგური მიდგომა არის ზუსტად არა ბრალდება ერთმანეთის, არამედ მხარდაჭერა, გაგება და გამოსავლის ერთად პოვნა. და ეს გამოსავალი და ეს პასუხები ხშირად ჩვენივე თავში ხოლმე თუ სწორ კითხვებს გვისვამენ და ჩვენვე ვიცით როგორ ვიპოვოთ გამოსავალი და როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. ასევე ძალიან მძაფრია ხოლმე ცვლილებების დროს, იმიტომ რომ ადამიანები ყველაზე მეტად რასაც ვერ ვეგუებით, ეს არის, როცა გადაწყვეტილებებს იღებენ ჩვენს გარეშე, ან ჩვენი ჩართულობის გარეშე, რასაც ყველაზე მეტად ვაპროტესტებთ. სადაც არავინ გკითხა აზრი, არ ვიყავით მოსმენილები, არ ვიყავით, ვერ გავაზიარეთ ჩვენი დამოკიდებულება და უბრალოდ პირდაპირ ცვლილებას გვთავაზობს კომპანია. კოუჩინგური მიდგომა აქაც ძალიან ცვლის პერსპექტივას, იმიტომ რომ ელემენტარულად შეხვედრაზე, თათბირზე შესაძლებელია თანამშრომლებს ვკითხოთ, რას ფიქრობენ ამ საკითხზე, ან ხო არ აქვთ უკეთესი პერსპექტივა, ან თვითონ როგორ გადაჭრიდნენ ამ გამოწვევას და შემოგთავაზონ. მინიმუმ საქმის კურსში შეგვიძლია ჩავაყენოთ, რა ხდება კომპანიაში და მათი აზრები მოვისმინოთ, ან მათი შიშები, ან მათი ტკივილები ამასთან დაკავშირებით, რაც უფრო მიმღებელს ხდის მათ ამ ცვლილებების მიმართ. ასევე კრიზისის დროს კოუჩინგური კომუნიკაცია პირველ რიგში რასაც გვასწავლის, არის ის, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რა არის ჩვენს კონტროლს ქვეშ და რა არის ჩვენს კონტროლს მიღმა. ამ კრიზისის დროს რა არის ჩვენს კონტროლის ქვეშ, ამის გააზრება ჩვენ გვიქმნის როგორც ემოციურ უსაფრთხოებას და ნაკლებ ნერვიულობას. ასევე უფრო ქმედითები ვართ და ვიცით, რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რა შევცვალოთ და რა ვერ შევცვლით და არ აქვს აზრი ნერვიულობას. შესაბამისად, აი ამ სამივე თუ შეიძლება ითქვას რაღაცნაირი ნეგატიური ცვლილების თუ რაღაც საკითხების დროს კომპანიაში კოუჩინგი მუშაობს ძალიან წარმატებულად. შენ თავად რა მოგცა კოუჩინგმა და რა იყო ეს შენთვის? ცხოვრებაშიც, პროფესიაშიც და ყველგან. ჩემთვის ის პერიოდი, როცა ჩვენ ერთად გავატარეთ კოუჩინგ აპ უნივერსიტეტში, ასოცირდება საუკეთესო მოგონებებთან, ტრანსფორმაციასთან, ზრდასთან და საკითხების ისე დანახვასთან, როგორც მანამდე არ შემიხედავს და რაც მიყვარს კოუჩინგში არის აი ზუსტად ეგ მომენტი, ეგ ანთებული თვალები, როცა ადამიანი ჩერდება და ამბობს, რომ აი ამ საკითხისთვის ესე არასდროს შეუხედავს, ან არ დაუნახავს. და ასევე ძალიან მიყვარს კოუჩინგში ის, რომ
ჩვენ ადამიანებს საერთო რაღაცა გამოწვევები გვაქვს, საერთო ტკივილები გვაქვს ხშირ შემთხვევაში, რაღაცა საერთო გამოცდილებები გვაქვს, რისი დაძლევაც გვიწევს საერთო შიშები და ეს ძალიან კარგად ჩანს ხოლმე coaching-ში, მიუხედავად სტატუსისა, ვინ არის ადამიანი, რამდენად წარმატებული არის, რა საფეხურზე დგას, რა გზა გაიარა, ჩვენ რაღაცა ყველას ერთად გვაქვს საერთო და ძლიერი მხარე ამაში ჩვენი ადამიანების ის არის, რომ ჩვენვე გვაქვს პასუხები სწორი კითხვების დასმის შემთხვევაში ამ ყველაფერზე და ამის დანახვა, რომ ჩვენ შეგვიძლია და ძალგვიც გავუმკლავდეთ ჩვენ თავს და ჩვენ საკმარისები ვართ ამისთვის, არის ძალიან მაღალ ვიბრაციული და ძალიან ნათელი წერტილი, რაც ძალიან მიზიდავს coaching-ში. თავად სესიების ჩატარების დროს ყველაზე მეტად რა განთებს ხოლმე შენ როგორც coach-ს, როცა ატარებ სესიას? ყოველი სესია ჩემთვის არის ხოლმე რაღაც დონეზე ინსპირაცია, აბსოლუტურად ახალი ადამიანის დანახვის, ადამიანის ახლებური პერსპექტივის დანახვის და აი coaching-ს ეგ აქვს ძალიან მაგარი, რომ არ გიზღუდავს სივრცეს, ანუ აქ არ არსებობს ჩარჩო, სადაც აი რაღაცა სწორია და რაღაცა არასწორი, ან რაღაც ჩარჩოზე უნდა ვიაროთ, ხო? ან coach-ი უნდა იყოს ყოვლისმცოდნე. ანუ არც ეს არ გვევალება, ყველაზე მაგარი ეგ არის, ანუ რაც კიდევ ყველაზე მეტად მომწონს, იმიტომ რომ თუ ხარ განვითარებაზე ორიენტირებული, ეს სულ გაძლევს რაღაცა ახალ პერსპექტივას და ახალ ფურცელს, რაც შეგიძლია რომ დაიმატო და რაღაცა ახალი გადაწერო შენი კუთხით და აი მუდმივი განვითარება, სხვადასხვა ტიპის ადამიანის დანახვა, სხვადასხვა პერსპექტივის დანახვა და იმ ადამიანური თუნდაც სუსტი ან ძლიერი ნაწილის დანახვა, რაც ჩვენ ყველას გვაერთიანებს, ეს არის ჩემთვის coaching. პირადად შენ ცხოვრებაში თუ შეცვალა რამე coaching-მა? პირველის ყოვლისა შეცვალა მიდგომები. ფაქტობრივად შემიძლია ვთქვა, არ ვიცი, ეს რაღაცნაირად თავისთავადად მოხდა, მაგრამ coaching-ი გახდა არა პროფესია, არამედ ცხოვრების სტილი. ნებისმიერ, ანუ ყოველდღიურ ურთიერთობაში, პატარებთან ურთიერთობაში, სამსახურში, საქმიან ურთიერთობაში, უკვე ადამიანების სხვანაირად მოსმენას იწყებს, სხვანაირად გესმის, სხვანაირი ემპათიური ხარ და შეგიძლია ამ ადამიანებს რაღაცნაირად უზრუნველყო და შენთან ერთად ყოფნის დროს შეუქმნა სანდო და უსაფრთხო სივრცე და იყო გამზიარებელი და მსმენელი უბრალოდ და ეს მათთვის ძალიან დიდი ბენეფიტია. და შენ შინაგან ჰარმონიულობის ხარისხზე ამან როგორ იმოქმედა? ჩემში coaching-ის შემდეგ დაისადგურა სიმშვიდე. აი თუ შეიძლება რაღაცნაირად ესე აღწეროთ ეს წერტილი, ეს წონასწორობის წერტილი. გაჩნდა ღერძი რეალურად ძალიან მყარი ღერძი და გაჩნდა საკუთარი ემოციების და საკუთარი თვითშეცნობის უფრო მაღალი საფეხური. ასევე საკუთარ თავზე დაკვირვების და სხვა ადამიანებზე ავტომატურად დაკვირვების შეგრძნება, რაც საბოლოო ჯამში ვფიქრობ გამოიხატება ყოველდღიურად ენერგიის დაზოგვაში და ამ ენერგიის ეფექტურად გამოყენებაში. იცოდე ზუსტად რა გინდა, რატო გინდა და როგორ მიხვიდე ამ მიზნამდე. და ასევე ერთს დავამატებდი coaching-მა ჩემში გააღვიძა ის უნარი, რომ რასაც ვფიქრობ და ვგრძნობ, ის გავაჟღერო, ანუ მომცა ამისი გამბედაობა რეალურად და ეს არის ძალიან დიდი სიმშვიდე. ავთენტური გაგხატა. ავთენტურობის შეგრძნება საკუთარ თავთან.
ახლა შეიძლება ჩვენ გვისმენდეს ადამიანი, რომელმაც საერთოდ არ იცის რა არის კოუჩინგი, არ ქონია არასდროს შეხება და ორი სიტყვით როგორ აუხსნიდი მას რა არის კოუჩინგი და რა შეიძლება მიიღოს აქედან სარგებელი ადამიანმა სესიების შედეგად. ჩვენ უკვე სხვადასხვა კუთხით ვისაუბრეთ კოუჩინგის ძლიერ მხარეებზე, როგორც ბიზნესში, ისე პირად და ყოველდღიურ ურთიერთობაში, თუმცა ყველაზე მთავარი რაც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს კოუჩინგთან და კოუჩინგის სწავლასთან არის ის, რომ ადამიანს აქვს საშუალება უკეთ შეიცნოს საკუთარი თავი, საკუთარი მინდები და უნდები რაღაცნაირად გამიჯნოს და დაუკავშირდეს საკუთარ თავს, საკუთარი თავის ყველაზე ძლიერ და შემოქმედებით ნაწილს და შესაბამისად შემდეგ ეს ენერგია გავრცელოს სხვა ადამიანებზეც, ეს პოზიტიური ენერგია და სხვა ადამიანებსაც მისცეს სარგებელი ამ კუთხით. ენერგიას შეეხება, ამ დროს ხდება დიდი სასიცოცხლო ენერგიის გამონთავისუფლება, იმიტომ რომ მე კოუჩინგს ვეძახი ხოლმე ცნობიერების და პასუხისმგებლობის კუნთის ამუშავება ხდება კოუჩინგის პროცესში, სესიების პროცესში და მთელი კოუჩინგური ციკლის პროცესში და ადამიანს უმთავისუფლდება ძალიან დიდი ენერგია, რომელიც არის სასიცოცხლო ენერგია და მე ამისი გამოყენება შეუძლია მას შემოქმედებით ნაწილში გაცილებით ეფექტურად და ეფექტიანადაც. მადლობა ენდი, ძალიან საინტერესო იყო შენთან ერთად მომგზავრობა კორპორატიულ სივრცეშიც და კოუჩინგის ინდივიდუალური მიდგომის ნაწილსაც შევეხეთ და ძალიან დიდი მადლობა. ერთ კითხვას რას დაუტოვებდი მსმენელს, რომლითაც ჩაანაცვლებდი მაგალითად კოუჩინგური მიდგომით ჩაანაცვლე მენეჯერული ტრადიციული მიდგომა. მენეჯერებს კიდევ ერთხელ კოუჩინგში რჩევების გაზიარება არ შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში რაღაცნაირი რეკომენდაციის სახით გავუზიარებდი, რომ შეიცადონ, მოусმინონ საკუთარ თავსაც და საკუთარ თანამშრომლებსაც და დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანებს მეტი ეფექტურობისთვის. რაც შეეხება კითხვას, ჩვეულებრივი დირექტიული მენეჯერული კითხვა შეიძლება შევცვალოთ რაღაცა თქვათ ესეთი ფორმატით. რას გააკეთებდი ამ კონკრეტული გამოწვევის დროს, რომ არ იყოს საჭირო ნებართვა, მაგალითად. ანუ რომ არ იყოს საჭირო ვინმეს მენეჯერის დადასტურება, ხო? ამით საშუალებას აძლევ ადამიანს, რომ დააწყებინო ღრმა ფიქრი, ყოველგვარი ლიმიტირებული წარმოდგენების და შეზღუდვების გარეშე. რეალურად და თვითონ ააღებინო მთელი პასუხისგებლობა ამ შემთხვევაში და შემოქმედებითი ნაწილი და მისი კრეატიული ნაწილი რაღაცნაირად გააღვიძო და შეიძლება ძალიან საინტერესო პასუხები მოისმინონ. ამ დროს შესაძლებელია მენეჯერებზე უკეთესადაც კი გადაჭრან ამ შემთხვევაში ადამიანებმა ეს გამოწვევები. მადლობა ენდი. საინტერესო იყო შენთან ერთად მოგზაურობა ტრანსფორმაციულ სივრცეში დღეს და მადლობა რომ გვისმენთ, გვიყურებთ და თუ მოგწონთ ჩვენი პოდკასტები შეგიძლიათ გაუზიაროთ მეგობრებს და მოგწერეთ რა თემაზე გინდათ ვისაუბროთ შემდეგ სესიებში. მადლობა. მადლობა მარიკა.